ნაძალდოში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი შემოგვიერთდა. მამა ირაკლი დაგლოცით. ერთმა დაგლოცოთ, მოგესალმებით, გილოცავთ დღეს დიდი ბუმბერაძის წმინდანების ხსენება, წმინდა ანდრია კრიტელებისკოპოსი, წმინდა ანდრია ხატმწერი, გორადრუბლოვიც პირდაპირ კავშირშია საქართველოსთან, საოცარი ისტორია ჰქონდა და შეგეწიოთ მისი მადლი თქვენ ტელევიზიას, ყველა ანდრიას განსაკუთრებით. მათი ულოცვით, უფალმა დაგლოცოს და გავგვაზრდოს ღმერთის სამშვიდობოს და ერთმანეთის სიყვარულში. ამინ. გმადლობთ მამა ირაკლი დაუცვისთვის. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ საუბრის თემას, ცემის დასაწყისში საზოგადოებას ვამცნეთ, ვინაიდან დღეს პარასკევია, თუ რას მოვისმენთ კვირას წირვაზე მისული მრევლი, სწორედ იმ სახარების, იმ თავის და მუხლის განმარტება და შინაარსი უნდა შევთავაზოთ ჩვენს მაყურებელს და ამავდროულად, როდესაც უკვე დავასრულებთ სახარებაზე საუბარს, გადავიდეთ შემდგომ უკვე ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, როგორც არის დასვენება და ეს მშობლების პერიოდი, იმიტომ რომ თან მარიამობის მარხვაც გვიახლოვდება, ახლა ხანს დასრულდა პეტრე პავლობის მარხვა და თითქოს გარკვეულწილად, ასე ვთქვათ, თავისუფლება მივეცით ჩვენს თავს რაღაცეებში. და როგორი უნდა იყოს ეს თავშეკავება აი ამ მშობლებისა და დასვენების პერიოდში, ამაზეც გავამახვილოთ ყურადღება, თუმცა მანამდე სახარებაზე ვისაუბროთ მამა ირაკლი. დიახ, კვირას აღმოკითხული ქემა მათეს სახარებიდან კერძოდ მე-9 თავის 27-35 მუხლები, სადაც საუბარია იესო ქრისტეს მიერ ორი ბრმისა და ყრუმუნჯი ეშმაკეულის განკურნების შესახებ. ძალიან საინტერესო ეპიზოდია, ბუნებრივია. თავარი ცენტრალურ სწავლებას შევეხოთ, თქვენს ნებართვით ესეთი სანასწავლებლად გადავთ ისტორია, როცა უფარი წარმორავიდო და იაიროსის სახლიდან, როცა მან აღადგინა იაიროსის ახლგარდაცვალებული ერთადერთი ასული და სწორედ აი ესე გზაზე მოსდევენ ბრმები და შეძახებენ, უხმობენ, შეგვიწყალენ ჩვენ ძეო დავითისა და უფალი არაგონებს, ეს გასაკვირია ცოტა ხო ღვთისაგან, ისინი მისდევენ აი ესე ფაქტიურად ხელების ცეცებით, აი ესე ძლივძლიობით და ერთ-ერთ სახლში უფალი გაჩერდა, სახლშიც მიადგებიან ეს ბრმები და თავიანთ ხონას გაუმეორებენ და უფალის კითხვას უსმას, ეს ძალიან მახასიათებელია მაცხოვრისთვის, რომ გწამთან რომ შემიძლია მე განკურნება აღვასრულო და ეტყვიან რომ ხე გწამს უფალო და ბრძანებს მაცხოვარი რომ გეყავთ თქვენ სარწმუნოებისაგან თქვენისა და აღეხილებად ბუნებრივია თვალნი. ასევე შემდგომ იქიდან გამომძადება იესო ქრისტე მას მოუყვანენ ყრუმუნჯი ეშმაკეულ პიროვნებას, რომელიც თვითონ ვერ საუბრობს ბუნებრივია, მას წმენას უფალი აღარ ეკითხება და ესე პირდაპირ კურნებას მიანიჭებს და ხალხში მხოლოდ დიდი გამოხმაურება იქნება ეს განკურნება, თან დამატებული იყო ეს ხალხი მოყვება იაიროსის სახლიდან, რომ ამაზე უმეტესი არ აღდგომილას ნათესავსაშორი ჩვენთან, ანუ იესო ქრისტეს, აი ამ კურნებების გამო თვით დიდი წინასწარმეტყველების და მამონტობის წინას გაყენებს იუდეველი მის გარემოცულიერი. და შემდეგ რაღა დარჩენილ ფარისევლებს, რომლებიც აი ასე შურით აღზრული დაყვებიან იესო ქრისტეს ქადაგების ასპარეზზე. იმდენად ცხადია და რეალურია სასწავლო, ვერაფერს ვეღარ უხერხება რომ უარყონეს, რამითი გააქარწყონეს შედეგებს და რაღა დარჩა ადგები გადავლენ სილისწავებაზე, საშინელ ცოდვაზე, რომ იესოს დაადანაშაულო, თითქოს იგი მთავართა ეშმაკებსა განასხამს ეშმაკთა და ეშმაკებს ასე კურნავს ეშმაკების დახმარებით ოსნეულებს. არა და ხო პარადოქსი ვიცით რომ ეშმაკები პირიქით ადამიანებს ტანჯავენ, სემოლებებს ყრიან, აწამებენ, როგორც რომ მან განკურნოს თავისი დაქვემდებარო დემონისგან ეს მოვლენილი საჯელი, ხო? და შემდეგ უფალ მიმოვას, მიდის ქალაქებში, დაბებში, შესაკრებოთა მათში, უქადაგებს თვისასწორებს და მრავალთა სნეულთა და უზრუნველთა კურნალობს და აღადგენს თავდომილებს. აი ამის შესახებ არის ძირითადი შინაარსი ეპიზოდი, ჩვენ რა თქმა უნდა ყურადღებას ვაქცევთ ბრმათა განკურნების შესახებ. კერძოდ ჩვენ ხშირად ლაიტმოტივად არის წმინდა წერილში იესო ქრისტეს აი ესეთი მიდგომა თვისება ვახსენდა საწყისში რომ კურნებას და სასწავლის მოხდენას ჭეშმარიტი კურნების სასწავლისა აუცილებლად უნდა გქონდეს მეორე მხრიდან უნდა შეახვედროს ამისურველმა რწმენა აუცილებლად სხვანაირად იესო ქრისტე არ მოხდა როგორც ამ შემთხვევაში მოხდა და საიდან ჩანს პირველ რიგში მათი რწმენა რაზე უნდა იყოს დაფუძნებული მათი რწმენა არა მარტო განკურნების რწმენა რო თქვათ ეს და თანამედროვეობასაც შევა და როცა ამ ბევრი ადამიანი ბევრ ამაში ფიქრობს განკურნების თავის რწმენას ამყარებს, ამკვიდრებს, სხვაგან ეძებს ხსნას. ზოგჯერ ღებულობს კიდევ საფიქრელია ვისგან, მაგრამ ჩვენ გვაქვს საუბარი ჭეშმარიტ კურნებაზე, რომელიც რწმენაზე უნდა დაფუძნდეს, რწმენა დაფუძნდა აუცილებლად რაზე? იესო ქრისტეს ღმერთ კაცად აღიარებას და სწორედ აი აქედან იწყებენ
ეს ბრმები რომ იესო ქრისტეს უხმობენ ნახეთ გვიხსენ შეგვიწყალენ ჩვენ ძეო დავითისო ესე იგი ისინი გააზრებულად რა თქმა უნდა საფიქრე მამი გამგვიმარტა რომ მათ ყურს მიწვდა იესო ქრისტეს შესახებ მისი სასწაულების შესახებ მაგრამ მარტო განკურნებას კი არ ითხოვენ ჯერ სანამ შეგვიწყალენ ჩვენ ძეო დავითს ანუ იესო ქრისტეს აღიარებენ ღმერთკაცად მისი ორბუნებლობას აღიარებენ აი ამ მიმართვაში საერთოდ შეწყალება მხოლოდ ღმერთის პრეროგატივა ესე ვთქვათ რომ ხსნელის მესიის მოვალეობა მათ იციან ეს მესია ხსნელა მოვიდეს მას შეწყალებას თხოვენ და შემდეგ ძეო დავითს ანუ ადამიანათაც დავითის ძეთ მოიხსენება როგორც ერთ-ერთ ღირსეული ებრაელთა მეფის თავმოყრას ხო და სწორედ ამის შემდეგ იესო მიუხედავად ყველაფერს უფალი მათ არ ეხმაურება ამ მოწოდებაზე მან გამგმარდა სწორედ უფალია მათ რწმენას გამოსცეს ღმერთმა კი იცის ეს მის მათი რწმენა უფალმა ყველაფერს გულში მაგრამ უნდა რომ დაანახოს გარშემოყოფს რომ რადგან რწმენის გამო რომ მათ მიეგება ამიტომ მათ რწმენას გამოსცი ძალიან ძნელია მათ მოთმინებას აკვირდება ღმერთი მართლაც რომ წარმოვიდგინოთ არც თუ ისე ადვილია რომ შეიძლება ითქვას მათ მართლა წვენა რო აი ერთი ხელის გაზწვენაზეა ამ ხსნის მიღება მათი თვალის სახელა მაგრამ აი არ პასუხობს თაებრივი მოძღვარი და ისინი არ ეგუებიან არ თმობენ და აი ესე იქამდე მისდევენ სანამ სახში დავზანდება უფალი და იქ მივიდნენ გაუმეორებენ თავიანთ ხოვნას და უფალი წვენა შეეკითხება დაუდასტურდა სწორედ ნახეთ ვოლკენ ზოგჯერ საოცარი მოძღვარი პირდაპირ კურნავს სიტყვის გარეშე როგორც შემდეგ ეპიზოდში მოხდა ზოგჯერ აქ გეყავთ თქვენ სარწმუნოებისამე თქვენისა და მართლისთანო ჭეშმარიტია და მართლაც წამდათ ღმერთისა აღმოჩნდა რომ ყისერად აიხილა თვალი და ჩვენ დღევანდელობას რომ შევადაროთ რა თქმა უნდა ესეთი გამარტებაც არის რომ ყველაზე კარგად ღმერთი შეიცნობა ღმერთთან ურთიერთობა მყარდება სახში ანუ ღვთის სახში ეკლესიაში სადაც მორწმუნე დღესაც მივდივარ დღესაც ვითხოვთ ისეც ბუნებრივ ინდივიდუალურად მაგრამ მაინც ლიტურგიაზე რომ შეწყალებას არაერთ გზის არის უფალო შეგვიწყალე ჩართული ლიტურგიული კვერექსების ბოლოს იქემათულ ლოცვებში და ვედრებით ღმერთს ჩვენ განკურნებას სულისა და ხორცსა მრავალი სეულების ამის გვაქვს სულეში და ხორციელიც ამით სწავლება რა თქმა უნდა რომ ჩვენ ვიცით რომ როგორც იესო ქრისტეს სიტყვა არის ყოვლისშემზე და ძალმოსილი ღმერთის ასევე მისი შეხებაც კი და ეს არის კიდევ ცენტრალური სწავლება დღევანდელი სახარებისა რომ ჩვენ ვიცით სახარებიდან არაერთხელ რომ მაცხვარი იტყო და მაგალითად და ისე იკურნებოდა ადამიანი მაგალითად როგორც მოხდა სესაკრების თავრის მონის შემთხვევაში ახლა ეგ არც კი მისულა ძალიან შორს ტერიტორიულად ბამა ძანა და ის განიკურნა იმავე ასეთი მრავალი ეპიზოდი სახარებაში კინოკვეთი დაღდგომა მაგალითად მან სიტყვით აღადგინა ლაზარი ვიცი ჩვენ ესეთი უდიდესი მოვლენა მაგრამ ასევე ღმერთი მოქმედებს შეხებითაც რატომ რომ ამით დიდი სწავლა გამოწვა ღმერთის როგორც სიტყვა არის ცხოვეს ყოფილი და ანუ სიცოცხლის მომნიჭებელი და ძალმოსილი ყოვლისშემზე ასევე მასთან შეხებაც როგორც მკვდარი აღადგინა მაგალითად ნაინელი ქრივის ძე როცა შეეხოდა აი ეს პირდაპირ წამოყვება ანუ გამაცხოველებელია ქრისტე თავის სულისა თავის სიტყვით და თავისი ხორცითაც და ჩვენ ეს ქრისტიანებს ეს ეპიზოდი არ უნდა დაგვჭირდეს მარტო რაღაც ამბად რაღაც დიდი იმედად ჩვენ ყველას იგივე საშუალება გვაქვს და იგივე სიტყვამარობაში ვარ დღეს ძალიან ბევრია სული და დაბრმობილი ამიტაც მაცხვარი ამხეს აი სიბრმავეს მაშინდელი იუდეველებისა რომ თვალის ჩინოსაც არ ხურათ მათ იხილეს ჭეშმარიტი ნათელი ღმერთი ირწმუნეს და მათ რომელსაც ორივე თვალი ესხათ ფაქტობრივად ქრისტეში ღმერთი ვერ შეიცნეს ხო და ჩვენს ეკლესიაში მივდივარ დღეს ვითხოვთ თვისგან შეწყალებას და მის ხორცს ვეხე არა მარტო ვეხებით როგორც თქვა აი ეს ბრმები არამედ მას ვღებულობთ კიდევაც ჩვენ შინაგანში და რა თქმა უნდა მას იგივე სული და ხორცია რომელიც სეფისკვერი და ღვინის სახით იცით ლიტურგიაზე შეიწირება შესაბამის დროს სულიწმის მანდით გარდამოვლეთ ეს სეფისკვერი და ღვინო გადაიქცევა პროსტორია გარდაასწება სიცხე და ხორცად რომელსაც იგივე ბუნებრივი თვისება როგორც თქვა ამ შემთხვევაში მოხდა როგორი თვისება კურნებისა განწმენდისა და ცხონების და ამიტომ ვის ჩვენს ამაზერებლები ვართ ღვთისმადით ვინც ვართ და როდესაც მოქმედებს ჩვენ ეს დიდი ამადიდი სიწმინე აღარ არსებობს ამადიდი სასწაულმოქმედი ძალა აღარ არსებობს სრული მადლია სისავსია სის და ხორცი ქრისტეში თუ ვიზე როგორ მოქმედებს ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მაგალითია სარკია რომ თუ ვის როგორი წვენა გვაქვს რა რწმენით მივიახლებით მას იმიტომ როგორც აქ გვეუბნება უფალი გეყავთ სარწმუნოებისთან თქვენისა ანუ სარწმუნოებას გვახსენეს რომ აუცილებელი პირობა რომ შენ საფრთხო მადლი მიიღო ჭირდება მორწმუნეს წვენა ჭეშმარიტ წვენა. ხო წვენა ეს არ არის მარტო რომ მიშველის
გამკურნავს ეს უფრო რაღაც სასწაულის დაძიებლობა, ჭეშმარიტ წმენა მაშინ აქ ადამიანს, როდესაც ღვთის ცნებებს აღასრულებს. და ეს არც თუ ისე ადვილია თანამედროვეობაში სამწუხაროდ, მაგრამ აუცილებელი პირობა, რომ უფალი გვეტყვის, რომ მაჩვენე საქმენი შენი სარწმუნოებისაგან შენის. ანუ პირიქით მაჩვენე მე რწმენა შენი საქმეთაგან შენთან. ანუ ვინ როგორ ცხოვრობს ცნებს, როგორ იცავს, შესაბამისი სარწმუნოება აქვს და ისე როცა მიახლება ქრისტეს მაცხოვნეს სისხლს, იგი იგივენაირ კურნებას მეცაც კი ღებულობს და ეხლა ეს არავის სახელი არ არის ეკლესიის წევრი ვართ რომ ზიარების ზემოქმედების სულზე მართლაც საკვირველია მართლაც ენით გამოუთქვენ მართლაც მრავალმხრივია მაგრამ პირობა სარწმუნოების დაცვა ამიტომაც არის რომ ჯერ მანამდე როცა რომ ნამზადს მორწმუნე ზიარების ლოცვას ყველა უნდა აღასრულებდეს იქ არაერთხელ არის შეხსენება რომ თავად რწმენით მიახლება ღვთის მუშაობით მიახლება მოუტას მორწმუნეს კურნებას თუ თავისი ამ უზრუნველის განწმენდის შედეგს და ეკლესიას გვახსენებს რომ ზიარება სანამ დაიწყება ვიცი ჩვენ უკვე ბარძიმ გამზანებული სასტუმროს ქრისტეს განასახიერებს ისევ და ისევ ჯერ სიბძნით ანუ გონება უნდა მოუყავს ადამიანმა გამ რა ხდება ხელმოუნაღისულება და შიშით ღვთისათა და სარწმუნოებით მოვედით აი კიდევ თუ ეს ორი პირობა არ არის დაცული ჯობია რომ არ მოეხოს მორწმუნეებს ზიარებას და თუ ეს ორი პირობა დაცულია სწორედ ამის შემდეგ არის ზიარება უწმინდესი ძალმოსილებისა შემდეგ ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ვედროთ ფასო მოგმანდო ჩვენ ზიარება საკურნებელად სულისა და ხორცისა განსაწმენდელად სიმრთელედ აღმასრულებად ცნებათა დაცვად ცნებათა მომაკვდინებელად ნებათა ჩვენთა და ასე შემდეგ რომელსაც უდიდესი ძალმოსილება გააჩნია ყველა დიდი მას შეუძლია ადამიანის განწმენდა განკურნება განღმრთობაც კი ცხონება რა თქმა უნდა განხთობაც იმხელა დიდი მადლი ამაში. ზიარების შემდგომ ხო ისედაც ასე მიმართავთ ხოლმე ერთმანეთს რომ საკურნებელ სულისა და ხორცისა და ეს მასში აღესრულება ვინც მას ჭეშმარიტ წმინდად მიახადა სამწუხაროდ ხდება ესე ყოველას მოგსვია შემდგომ შეგვინოს რომ ეს უფრო ძალიან საფიქრია ზოგი ადამიანი ეზიარებს და საერთოდ ვერ გზნობს თავის ცხოვრება თავის უზეს ზიარების შედეგს ეს რა თქმა უნდა ზიარების ბრალი არ არის გოგია რომ შეიძლება თუ წმენით და სულისკვეთებით არ მიახლები ზიარებას შეიძლება პირიქით საზიანოც აღმოჩნდეს ადამიანს. რა თქმა უნდა ღვთის შიში სწორედ ამას გულისხმობს არაერთხელ იხსენება ზიარების პროცესში რომ ნახეთ ოდეს გენებას ხოი კაცო მიღება ხორცი ქრისტესი შიშით მიაღდათ რათა არა დაიწვა და ცეცხლიარს უღრითა შემწვილი. ეს ნივთი ცეცხლზე უარესია ღვთაებრივი არ ამქვეყნიური ცეცხლი რომელსაც ადამიანის სულიერი განადგურება შეუძლია არც ამისგან უმრავლეს ცნებულობაში წარმოჩა ადამიანი ამისგან იხოცებოდნენ კიდევა წარმოიდგინე დღეს ეს რო არ ხდება ბევრი რამე თამამდება ჩვენ ღერთმა შეუნდოს ყოველთვის ეს მას ანიშნავს რომ მას ძალმოსილება დაკარგა თორე ძალიან საშიშია ამიტომ ჭირდება მას მოზის ლოცვა კურთხევა მეთვალყურება აღსარების თქმა რომ ადამიანს ექცეს ზიარება საკურნებელად და არა საჯელად კინა დასარჩელად. დიახ მამა ირაკლი ვინაიდან დაახლოებით 10 წუთი დაგვჭა მოდით ეს დრო დაუთმოთ ახლა საუბარს იმაზე თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ქცევა ყოველდღიურობა შეგულებასა და დასვენების პერიოდში ქრისტიანი მართლმადიდებელი ადამიანისთვის და რა უნდა გავითვალისწინოთ. დიახ რა თქმა უნდა რაც ესეთი ფანატიკური მდგომარეობის არის ზოგისგან შემიშვა თითქოს დასვენება არ შეიძლება ან ცოდვა და ზოგი ეს ექცევა ხოლმე არის შემიჩნევია რომ თქვა სასწრაფო პირი თქვა რომ ნუ რატო არ შეიძლება თქოს მან დაისვენოს ან ქრისტიანს რა შეიძლება ეს ჭირდება რა თქმა უნდა დასვენება ყველას ესეთი კაი გამოთქმა არის ვინც კარგად არისვენოს შემდეგ კარგად ვეღარ შრომობს და ვეღარ მუშაობს ხო დასვენება ყველას ჭირდება რა თქმა უნდა მithos დღევანდელ დღეს ესეთი დატვირთული რიტმი რო გვაქვს რა თქმა უნდა თვით სასულიერო დასაცაც მაგრამ დასვენება არა ღმერთისგან არა სულიერი ცხოვრებისგან ცხოვრების გარეშე ასე მე ვეხმარი ხომრევს რომ ლოცვა კურთხევას იღებენ მიდიან დასასვენებლად და ლოცვას ითხოვეს ვეონო დაისვენი კარგად ოღონდ არ დაისვენო მარხვის და ლოცვისაგან თორემ სასწაულად ბევრს არ ეცნეს ლოცვა და მარხვა რაღაც გონიათ რაღაც სეზონური რაღაც მაინდა-მაინც რაღაც ადგილმდებელ გამომდენ თქოს მარტო ახლა თბილისში არის მაშინ უნდა ილოცოს თითქოს ღმერთი მარტო შემინდოს უფალ მარხაშურამდეა ან თქვათ იქ საგარეჯო ყველგან რა თქმა უნდა ეს ლოცვა არის ადამიანისთვის სულისთვის როგორც აი წყალი და ჰაერი სულის სუნთქვა და ხა შეიძლება რომ თქვა არსად ეს გამორიცხული არის შეწყვიტო. მე პირიქით შეიძლება ზოგის სამხელებელი იყოს, მაგრამ ყველას მოქსლია, ძირითადად ჩივიან ხა და ნანობენ ქრისტიანები, რომ აი სამსახურის რითმია ზოგის სწავლის, ზოგის სტუდენტობის, ოჯახის და ვერ ახერხებენ, აქ ისე დაძაბული გრაფიკია, უდილას ადრე დგებიან და დრო არჩებათ სულისთვის, ღმერთისთვის, თან საურთიერთობად, ხო?
მას სამხელებად ვიტყვით, რომ ეხლა როცა დაისვენებენ, იმდენად რომ წესით მაშინ ეხლა უნდა ეკითხონ ბევრი ლოცვები, სასულე ლიტერატურა, ეხლა უნდა წარიმატონ, მაგრამ სამწუხაროდ ხედავთ, რომ საერთოდ ანებებენ ხოლმე ესეთი ადამიანები ლოცვას და მარხვას თავს დასვენების დღეს, რაც რა თქმა უნდა არასწორია. უფრო თითქოს ინდომებენ აი ამ მთელი ცხოვრების რიტმი, რაც აქვს და წლის განმავლობაში და იმ დროს ესეთი რამე რა თქმა უნდა გამართლებული ვერ იქნება. პირიქით, ჩვენი სულიერება ესეთი მყიფია, ისედაც აი ეს ერთი დამერწმუნეთ ეს ყველა შევა ალბათ გამოვსწრეთ რაღაცა ახალახნევად მომხდარა 2-3 დღე თქვა რომ ანუ არ ილოცოს ან მარხვა არ დაიცვას 1-2 კვირა ან აზიარება არ მიიღოს ის მყიფეს რიცხობა რა ჩამოაშლება ხოლმე მთელი სულიერება და მე ისეთი მძიმე პროცესები ეწყება განსასწრებელი ვწოდები რომ ამის გამო მაინც საშიშია რომ არ უნდა მიატოვო ღმერთი ასე რომ სულიერება ყველგან შესაძლებელია ლოცვა მდებარეობით არ განისაზღვრება ვიცი ჩვენ ახლა ბიბლიის მაგალითზე რომ დანიელი ლომების ხაროში ლოცულობდა იონა ვეშჩაპის მუცეში შებორკილი პავლე მოციქული დაწინა მოწამეს შემდეგ ეს ლომში არ არის სვენის ბუნებრივია დასვენების დროს არ შეიძლება რომ ღმერთი მიიღო საერთოდ აღსაღნიშნავ ამ დროსაც ადამიანმა ყველა თავის სულში უნდა ჩაიხედოს რომ დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ დასვენების ადგილის შერჩევასაც ამიტომ სულიერი ადამიანი ზოგადად სულიერი ცხოვრება ვისაც აქვს, იმიტომ რომ ღმერთი სულია, ბალო გვეტყვის სახარებაში და მის და თაყვანისცემელთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანაც თაყვანისცემ. ანუ თუ შენ ღმერთს თაყვანისცემ, უნდა სულიერი ცხოვრებით უნდა წე თაყვანი და არა მარტო რაღაც ფიზიკური გამოვლენებით, ხო? ისე ცოტა თუ ეხლა ამის იმეს ბედნიერება აქვს, რომ შეარჩოს ადგილ დასასვენებლად, ან იქაც დასაწყისშივე ჩანს თუ რა შედეგი ექნება, იმიტომ რომ ვისაც რა მეტად უყვარს, იმ ხრივ არჩევს ამას. მაგალითად, ვისაც უყვარს გართობა და დროსტარებას და დასასვენებლად 1-2 კვირა არჩევს აი იმ ადგილას თქვა თუ იმ ქალაქში აბა სად არის გასართობი ადგილები. ნუ ეს უყვარს ეს არის მისთვის ძვირფასი. ვიღაცას თუ თქვა სპორტული მიდრეკილი სპორტულად უყვარს, სად არის თუ არა ინფრასტრუქტურა სპორტული. ვიღაცას თქვა მაგალითად მარტო ბუნების წიაღის და ყურება უყვარს პეიზაჟების ასთალგის არჩევს. მაგრამ სულ ქრისტიანი, რა თქმა უნდა, ბუნებრივ მისთვის თუ ძვირფასია და უნდა იყოს ძვირფასია სოლიერი ცხოვრება უნდა დაინტერესდეს არის თუ არა თქვა იმ ქალაქში თუ სოფელში საქართველოში კლიმატ თუ სხვაგან თქვა ქრისტიანი ტაძარი შეძლებს კი ის სოლიერი ცხოვრება უწყვეტად გააგრძელოს იმ დასვენის პერიოდში და მადლობა აღმეთ ჩვენ ღვთი კურთხეულ სამშობლოში ამას ბედნიერება გვაქვს ქალაქი და რაიონი და დაბა კი არა სოფელი არა ფაქტობრივად საქართველოშიც ერთი მოქმედ ტაძარი მაინც არ იყოს და დიდი ბედნიერება რომ სულიერი ცხოვრების წყვეტის საშუალებაც არ აქვს ქრისტიანს თუ მოიგოს ბუნებრივია თუ ხადა ვერ მოხერხდა ტაძარში მისვლა შეიძლება ქვეყანაში არ იმყოფებოდეს არამედ საზღვარგარეთ მაგრამ თავი არის რომ ლოცვა არ შეწყვიტოს თავისთავად ხო და კიდევ ერთი დეტალი მამა ირაკლი მარიამის მარხვა გვიახლოვდება და შესაბამისად რომ ძალიან ბევრი მიაშურებს ხოლმე განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში საზღვარგარეთ სხვა კურორტზე რომ დაისვენოს ასე ვთქვათ ხომ შესაბამისად უჭირთ ხოლმე მარხვის შენახვა და მათ რა რჩევას მისცემდით მამა ირაკლი დი ხაი პირველ რიგში ესე შემთხვევით არის მადლობა ღმერთს საქართველოს ახსენე მაინც ასთუ ისე ძირითადი ნაწილი მაინც საქართველოში მდის სოფლები ჯერ კიდევ რაც შემოგჩა გადიან მოსახლეობა ჩვენი და თორე თუ სხვა მიზეზს არ არის შემართული ტაძარი ხარც ის აი ტრაგედია პირიქით ვეუბნებით ხო ვაკურთხებთ რომ რა თქმა უნდა ნორმალურად გამოთქვაქ სულიერი რომ ვერ გიხერხდება თქვა ზიარების მიღება ღმერთთან ურთიერთობა ხო პირიქით შენი თელი ძალები უნდა მიმართო ლოცვა და მარხვისაგან როგორც ღმერთთან ურთიერთობის საშუალება ეს ცოტა სწორად ნიშნავს ჩვენ ლოცვა და მარხვა რომ იყოს ხარისხიან და ღირებული მას ძალიან მადლის მოწანა შეუძლია ჩვენი სულისთვის რა თქმა ზიარება კულმინაცია ამაღლებული და ყველაზე მაგრამ ამაში უნდა გადაიდო ენერგია თელი თავისი ძალები თავის წვენ ამაზე უნდა დაამკვიდროს მაგრამ სამწუხაროდ ესეც არ ხდება ხოლმე ხო და ამიტომ ეს გულისხმობთ დიახ მინდა ვთქვა რომ სულიერი ცხოვრება სულიერი ადამიანი განსხვავდება აბსოლუტურად ხორცელი ადამიანისაგან ვიღაცისთვის თუ ეს ზაფხული მარტო ასოცირდება კიდე დასვენებასთან რომ ცოტა არ არის მაგრამ მარტო დასვენებასთან გართობასთან და რაღაც თავგადასავლეთად მოგზაურობასთან ბუნებრივია მისთვის ეს თვეები არის ამისთვის ელოდება მთელი წელიწადი აგროვებს თუ რამე შეუძლია რომ და შემდეგ მაგერ თვეში 2 კვირაში ერთმა შეიარგოს ხო გამოიყენოს მაგრამ სულიერ ადამიანისთვის ქრისტიანისთვის ეს თვეები ნახეთ როგორია აუცილებლად ღმერთის სიბრძნეს ვერავინ ვერ აჯობებს ხო გათვლილია რომ ორი მარხვა გვაქვს ჩვენს ზაფხულში ანუ მეთო ურთიერთობა სეზონები და წელიწადობით არ განისაზღვრება ხო ჩვენთვის კრესიორებისთვის და სტუდენტებს არის ივლისში პეტრე პავლოვის მარხვა რომელსაც ჩვენ მარხულოდ ეგებებით დღესასწაულია ძალიან მალე ფაქტობრივად ერთ თვეში დაახლოებით იწყება უკვე ღვთისმშობლის მარხვა ეს განსაკუთრებული მარხვა
სწორად მინდა გამიგო ქართველების იმიტომ რომ ღვთისმშობლის წირხვედრი ვიცა და ერი ვარ ჩვენ და აგვისტოს აი ეს პერიოდი ღვთისმშობლის სადიდებელად ეკლესია მის მიძინებს მოსლად მარხვა დააწესა შეიძლება პატარა ორკვირიანი მარხვა მაგრამ ძალიან დიდი სულიერი განსასწრებელი სულიერი პრობლემებითაა დატვირთული რადგან დიდი მადლია ღვთისმშობლის სადიდებელი მარხვა და ჩვენთვის ეს მოვალეობაც არის მაგრამ ვიღაცისთვის მაგალითად ეს რაღაც იდეალური გაროჯვის პერიოდია ვის ძალიან მაცხوارო სადაც არის საუნჯე შენი მონარს გული შენ როცა ქრისტიანი ხარ შენ მეთოდე როცა ქართველიც ხარ და ღვთისმშობლის შვილი ხარ ფაქტიურად და ნაშვილები ჩვენი სამშობლოს და ერის კუთხით ვალდებული ხარ რომ ამხრივ ისეთი ადგილით შეარჩიო რომელიც მარხვას არ დაგარღვევინოს ეს გარმოზადიდი მნიშვნელობა აქვს ძალიან რთულია ჩვენი სულიერ ოჯახის მყიფია რომ ძალიან რთულია რაღაცად ზღვის სეზონთან შეფარდებული მარხვის მარხვა მარტო საკვები არ არის საკვები კიდევ უფრო მარტივია ვიდრე მარხვის სულიერი მდგომარეობა და ცოდვებზე ფიქრი ასაც მოითხოვ ჩვენგან უფალი ხო თუმცა ყველგან შეიძლება მარხვა არ არსებობს ადამიან მოიბდომოს და მარხვა თუნდაც საკვებზე ხომ საუბრობთ რომ მარხვა არ შეინახოს და ესეთი ფაქტი მახსენდება ერთი ჩემი მრევლი გოგონა მიდიოდა და დაემთხვა ღვთისმშობლის მარხვაში იტალიაში რაღაც გასვით პროგრამა იყო მოსწავლე იყო და თავიდან მობრძანდა ეს მე მარხვას იქ ვერ დავიცავ კათოლიკე ვარ იტალიაში მოგეხსენებათ სულ აბსოლუტურად უმრავლესობა თუ ყველა არა და თქვენ ზრამ არ შეიძლება ურჩევნო რომ შენ ღმერთს მიენდე შენ თუ გინდა შეძლებ იქ მარხვის შენახვას არ არსებობს გამონდო ნუ იქ ვერ ვიყრი ოჯახი ენის პრობლემას თქვა რა ხა მე ვთქვა მაგას კურთხევ არ არსებობს მარხვა დააღვია და მარხვა არ შეინახო ეს და არ შეიძლება მიენდე ღმერთს თქვა მოკლედ ჩამომძადა მე ესე იგი თვითონ ახტოვანებული იყო რომ ჩავედი მართლმადიდებლურ ოჯახში მოხდა იტალიელებში ჯერ იქ ისეთი ეშვიათობა იყო და იმათაც ისე გაიხარეს თურმე რომ ძალიანაც რომ დომოდაო მარხვას ვერ დავარღვევდი იმიტომ რომ თუ სადმე რამე ყველაფერი თელ ოჯახი მარხულობდა ლოცულობდა წელიწადზე დავზანდებოდა და ის თქვა და თვითონ იყო გახმარო მე ვთქვა რომ მიენდები ღმერთს შემდეგ გავახმიე აუცილებლად რაც ვერც დავარღვევდი რომ მომდომოდა ისეთი შემეწყო ღვთისაგან და დედა ღვთისმშობლისგან ეს კურთხევით ეს მარხვა და ასე ყველგან შეიძლება თვითონ ღმერთს მიენდობა პროპარატო ბრძანებს რომელი დარწმენეთ ჩვენ და მომად არა განმაგდო გარი უფალი არავის არ სადარც ხვენეს უბრალოდ უფალი არავის არ წხვეს სარწმუნოს გამო ყველგან შეეწევა თავარი ჩვენი სურვილი ჩვენი ნება ჩვენი ვექტორს მართულია ცხონებისაგან თუ ამ ხორცეს სული და ხორცი ერთმანეთთან ამშოში მოპირისპირე მხარებთან ხარეთ დგებიან ხოლმე როგორც წესი. ჩვენზე არის დამოკიდებული რეალურად რამდენად გადავდგამთ სწორ ნაბიჯებს, თორე ნებისმიერ სიტუაციაში შესაძლებელი არის როგორც გზას ავწდეთ, ასევე შეგვიძლია რომ სწორ გზაზე დავდგეთ ასე ვთქვა და უბლისაკენ სავალ გზას შევუდგეთ. ძალიან დიდი მადლობა მამა ირაკლი მობრძანებისთვის, როგორც ყოველთვის საინტერესო საუბრისთვის ეს თემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის სწორედ ახლა რაზეც ჩვენ საუბრობდით ზაფხულის პერიოდი იმიტომ ვინაიდან ზაფხულია ახლა და ყველა მშობლებაში და დასვენებლად მიემართება და ძალიან დიდი მადლობა ამ რჩევებისთვის რომელიც თქვენ მოგვეცით კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ მე კი შევახსენებ სტუდიაში ჩვენთან სტუმრად იყო ნაძალდევში მდებარე ივერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი